თუ ვალებში და კრედიტებში ხარ და ეს ძალიან გაწუხებს, არ აქვს მნიშვნელობა როგორ აღმოჩნდი ასეთ მდგომარეობაში, ეს ვიდეო ძალიან დაგეხმარება. რეალურად ახლა შემოგთავაზებთ ტექნიკას, რომელიც გაგაანალიზებინებთ და აღმოგაჩენინებთ იმ თქვენს პატერნებს, იმ თქვენს რწმუნებულებას, რომელსაც მიყავხართ ამ მდგომარეობამდე. განსაკუთრებით იქნება სასარგებლო ეს ვიდეო მათთვის, ვინც პირველად არ აღმოჩენილა ასეთ მდგომარეობაში, არამედ იყო ვალებში, რაღაცნაირად გაისტუმრა, გაყიდა, იშოვნა თუ რა გააკეთა, არ აქვს ამას მნიშვნელობა, გაისტუმრა, მაგრამ რაღაცა პერიოდის შემდეგ ისევ აღმოჩნდა ამ ვალებში. მოემზადეთ ასე ალბათ 15 წუთი მაქსიმუმ ნახევარი საათი დაგჭირდება. ვიმუშავებთ მეტაფორული ბარათებით. ეს არის სპეციალურად ჩემს მიერ შექმნილი, ჩემი საავტორო, აქ ხა თქვენთან სარკულად ჩანს მანი, ასე ეწოდება ამ ბარათებს. 100 ოდნავ მეტი ბარათი არის ამ დასტაში. სწორად ფინანსურ თემებთან სამუშაოდ. აქვე გეტყვით, რომ ინსტრუქციაც მოყვება და 6 ტექნიკა ფულისა და მატერიალური საკითხების დასამუშავებლად. მაგრამ დღეს ეხლა აი ამ ტექნიკაში, და შეგიძლიათ რომ შეიძინოთ ეს დასტა და დამოუკიდებლად იმუშაოთ თქვენს თავზე, მაგრამ დღეს ამ ტექნიკაში მე თქვენ შემოგთავაზებთ ამ ბარათებით მუშაობას და ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩენები გექნებათ, რაც საშუალებას მოგცემთ, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ შეცვალოთ სიტუაცია. უყურეთ, ძალიან ხშირად ადამიანები თითქოს ესეთ პრეტენზიას წამიყენებენ ხოლმე, რომ მე რეალურად თქვათ ფული არ მყოფნის, ან ბევრი ვალდებულებები მაქვს და შენი ბარათებით მუშაობა რაღაცა ზებუნებრივია, რაღაცა ჯადოსნური მოხდება? არა, ჩემო ძვირფასებო, ფსიქოლოგიაში არაფერი ზებუნებრივი და ჯადოსნური არ არის, მათ შორის არც ბარათებში. ფსიქოლოგია ემსახურება იმას, რომ ადამიანმა გააცნობიეროს ის წესები, ის პროგრამები, ის რწმუნებულებები, რომლებიც მას მართავენ. ეს პროგრამები ჩვენში გაუცნობიერებელია. ჩვენ ვმოქმედებთ, პირველ რიგში ვფიქრობთ, ვმოქმედებთ და გვაქვს შედეგები ამ პროგრამების მიხედვით. და ცვლილება სწორად მაშინ არის შესაძლებელი, როდესაც იწყებ სხვანაირად ფიქრს, შესაბამისად სხვანაირად მოქმედებას და აი ამ შესაძლებლობას მოგცემთ ეს ტექნიკა. და უყურეთ კიდევ ერთხელ. გაქვს ვალები, გაქვს კრედიტები, ეს გაწუხებს, საკმაოდ დიდი დატვირთვაა შენთვის ამ ყველაფრის გადახდა, თან შეიძლება მოხდეს ისე და ხდება ხოლმე, რომ გაქვს სამსახური, კი აიკიდე ეს ამდენი ტვირთი იხდი, მაგრამ რაღაც მომენტში მე ამ სამსახურსაც ან ამ შემოსავალს ან ბიზნესსაც კარგავ, თუ არ გაიაზრე და ძველებურად ქმედებას განაგრძობ, ხო? სამყარო ისეა მოწყობილი, რომ ჯერ ხო პატარაზე დაგიკაკუნა, რომ შეცდომას უშვებ, აქ მინუსებში მიდიხარ, ეს პატარა კაკუნი ვერ გაიგე. მერე დაგიბრახუნა, უკვე დიდი ვალები გაქვს, შენ კიდე ისევ აგრძელებ ცხოვრებას, ისევ ძველებურად მოქმედებ, მოეგე გონს, ხო? ამასაც ვერ იგებ, აგრძელებ ისევ შენი ძველი ალგორითმების მიხედვით ქმედებას და მერე შემოგინგრევს კარებს, ეს რა თქმა უნდა მეტაფორულად და ეს კარის შემონგრევა სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ სამსახურს კარგავ და შენი ვალდებულებები, შემოსავალს ან სამსახურს კარგავ და შენი ვალდებულებები და შენს მიერ გასასტუმრებელი ყოველთვიური თანხა ბევრად აღემატება იმ ფულს, რასაც შოულობ და რამხელა სტრესია ეს, რამხელა დატვირთვა, რამხელა ნერვიულობა მოყვება ამას, მე მგონი არავისთვის ახსნა განმარტება არ არის საჭირო. და რატომ ღმერთო რა დავაშავე? ამბობს ამ შემთხვევაში ადამიანი, რომელიც ასეთ მდგომარეობაში ჩავარდა. სინამდვილეში უნდა დასვა კითხვა, რატომ კი არა, არამედ რისთვის. ყველაფერი, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, უყურეთ, აი ახლა უკვე, აიღე კალამი და ფურცელი. რისთვის ვარ ეხლა აი ამ სიტუაციაში მე? რისთვის? რომ რა მივიღო? რისთვის ვაკეთებდი იმას, რასაც ვაკეთებდი, რომ რა მიმეღო? უყურეთ? და ხშირად ადამიანებს, როდესაც ესე ურთიერთობაში პირად სესიაზე უსვამ ხოლმე კითხვას, რომ რისთვის
ხო, რისთვის აკეთებდი იმას, რისთვის იღებდი ამ ვალებს, რისთვის გასცემდი ამდენ ფულს დაუფიქრებლად. რას იღებდი ამით? არაფერს არ ვიღებდი. ნუ კაი, ბიზნესის გაკეთება მინდოდა, რომ მეტი შემოსავალი მქონოდა, ან ბინა ვიყიდე იმისთვის, რომ ოკეი, ბინა მქონოდა. რატო ასესხებ, რატო გააჩუქებ, რატო ხარჯავ ფულს? არაფრისთვის, იმიტომ რომ ხარჯებია. არა, ასე არ არის. სინამდვილეში ადამიანი რასაც არ უნდა აკეთებდეს, მის ყველა ქმედებას, ჩვენს ყველა ქმედებას აქვს რაღაცა დანიშნულება, რაღაცა ის, რასაც ჩვენ ვიღებთ ამ ქმედების შედეგად. ერთის მხრივ, ოკეი, კრედიტი ავიღე, იმიტომ რომ სახლი ვიყიდო, მაგრამ ეს სახლი რისთვის გინდა? უსაფრთხოებისთვის, ხო? ან არ ვიცი, კომფორტისთვის, ან სიმშვიდისთვის, ან ასე შემდეგ. და ძალიან ხშირად კი არა და ყოველთვის ფულის და მატერიალური ნივთების მიღმა, რისთვისაც ფულს ხარჯავთ, ხო? ამის მიღმა დგას რაღაცა ისეთის მიღება, რაც სინამდვილეში არის შინაგანი საბაზისო მოცემულობა და ადამიანს გონია, რომ ფულის ხარჯზე მოიპოვებს ამას. ძალიან ხშირად ხვდები ხოლმე სიტუაციებს, როდესაც ჩემი ნაცნობები, ახლობლები ან კლიენტები წუწუნებენ, რომ აი ადამიანმა მთხოვა, მე მას დავეხმარე და აღმოჩნდა, რომ მან მომატყუა, აღარ დამიბრუნა, ან რეალურად რისთვისაც ამბობდა და წუწუნებდა, იმისთვის არ უნდოდა ფული და ადამიანი თავს ძალიან მოტყუებულად გრძნობს და ერთის მხრივ აჩუქე ან ასესხე და ეს, ნუ კეთილი ვარ და ამიტომ დავეხმარე. მაგრამ თუ კეთილი ხარ და მართლა დახმარება გინდოდა, აჩუქე და დაივიწყე, ხო? არც დაგამახსოვრდება, რომ ეს თანხა მიეცი. უნდა მისცე იმ შემთხვევაში, თუ შენ შეგიძლია რომ მისცე, თუ შენს თავს არ ვნებ. მაგრამ როდესაც აძლევ იმისთვის, რომ მოიპოვო აი ამ კარგი ადამიანის სტატუსი, რომ რეალურად იყიდო მისი კეთილგანწყობა, იყიდო მისგან დაფასება, იყიდო მისგან აღიარება, აი აქ უკვე რეალურად პრობლემაა. მაშ ასე რისთვის აღმოჩნდი შენ ვალებში და რას გასწავლის ეს სიტუაცია. დაასახელი ახლა ციფრი 1-დან 5-მდე. მე გაჩვენებთ ახლა შესაბამისი ნუმერაციით ბარათებს და რა ციფრით თქვენ უკვე დაასახელეთ, ის ბარათი იქნება თქვენი. ბარათებს როგორ მუშაობთ ბარათებით? შენს მიერ დასახელებულ ციფრს, რაც შეესაბამება, იმ ბარათს დასკრინავ ან დააპაუზებ ვიდეოს, უყურებ და რას ხედავ ამ ბარათზე აღწერ, რა კავშირშია ეს ყველაფერი, რაც ბარათზე არის გამოსახული შენი ვალების სიტუაციასთან, რაზე მიგანიშნებს, რას გეუბნება და ყველაზე მთავარი, რისთვის ჩავარდი შენ ამ სიტუაციაში, რას გასწავლის ცხოვრება. ჩაიწერეთ ეს კითხვები, ხო? ანუ აღწერე რას ხედავ ბარათზე, რა კავშირში არის ის, რაც ბარათზეა მოცემული შენ სიტუაციასთან, რა მინიშნებას გაძლევს, რომ რისთვის ჩავარდი ამ სიტუაციაში და რაც ყველაზე მთავარია, რა მინიშნებას გაძლევს ცხოვრება ამ სიტუაციით, რომ რას მიაქციო ყურადღება, რათა მეორედ აღარ აღმოჩნდე ასეთ სიტუაციაში. მზად ხართ? მაშ დავიწყოთ. თუ შენ შეარჩიე პირველი ნომერი ბარათი, გააჩერე, დააპაუზე და ჩაწერილ კითხვებს უპასუხე. თუ ორიანი დაასახელე, მაშინ ესაა შენი ბარათი, შესაბამისად ამ ბარათზე შეჩერდი. სამიანი. თუ 3 იყო შენი ციფრი, ეს არის შენი ბარათი. დააპაუზე და უპასუხე კითხვებს. 4-იანი თუ დაასახელე, აი ეს არის. და თუ 5-იანი დაასახელე, მაშინ ეს არის შენი ბარათი. დააპაუზე და უპასუხე. მე მესმის, რომ ვინც პირველად გააკეთებს, ანუ ისეთი ადამიანები, ვისაც არ უმშავიათ მეტაფორულ ბარათებთან, არ ქონიათ შეხება, ცოტა უძნელდებათ ხოლმე აღწერა, დაკავშირება, მაგრამ სცადეთ და ისეთი საოცარი პასუხები წამოვა, რომ თავადვე გაგიკვირდებათ. არის ადამიანები, იშვიათი გამონაკლისი, რომელსაც ზოგადად ძალიან ცუდი წარმოსახვის უნარი აქვს და მეტაფორული აზროვნება არ აქვს განვითარებული და ამ შემთხვევაში მეტაფორული ბარათები შეიძლება საერთოდ არ გამოდგეს ასეთ ადამიანთან სამუშაოდ, მაგრამ ეს იშვიათი გამონაკლისობა. ადამიანების უმრავლესობას, ალბათ 90%-ს მეტაფორული ბარათები ძალიან ეხმარება იმ გაუცნობიერებელი პატერნების გააზრებაში, რაც მასშია და
რომლებსაც ის არასასურველ შედეგამდე მიყავს. რატომ? იმიტომ რომ მეტაფორული ბარათები ეს არის ქვეცნობიერთან კავშირი. ჩვენი ქვეცნობიერი ვერ იგებს სიტყვებს, დაწერილ წინადადებებს, აზრებს, არამედ ის ოპერირებს და აპელირებს მხოლოდ სიმბოლოებითა და გამოსახულებებით და მთავარი საიდუმლო ქვეცნობიერი ბარათების ასეთი შედეგიანობისა არის სწორედ აი ეს. ახლა შემოგთავაზებთ კიდევ ერთ ნაკრებს, 5 ბარათისაგან შემდგარ ნაკრებს, რომელიც უპასუხებს შემდეგ კითხვაზე. რა რესურსი გჭირდება შენ, რომელი რესურსი არ გაქვს შენ და გჭირდება რომ განივითარო, მოიპოვო იმისათვის, რომ მსგავს სიტუაციაში, ვალების და კრედიტების სიტუაციაში და ასეთ გასაჭირში აღარ აღმოჩნდე. უყურეთ, აქ ერთგვარი პატარა ხაფანგი არის ჩვენი ცნობიერების. ახლა ვის ადამიანები ვინც ღრმად არ ფიქრობენ და საკუთარ თავს არ უფიქრდებიან, იტყვიან რომ ღმერთო ჩემო ფული მინდა. და მოვაგვარებ ამ სიტუაციას და შესაბამისად აღარ ვიქნები ამ გასაჭირში, ხომ? ფული არ არის შენი რესურსი. შენი რესურსი არის ფულის შოვნის რესურსი. რისკების გათვლის რესურსი, დაფიქრებულობის რესურსი, შესაძლებელია ეს იყოს მეტი თავდაჯერებულობა, შესაძლებელია ეს იყოს ფულის მოგროვების უნარი, ან კიდევ სხვა რამ. უყურეთ, აი ესეთი პასუხები რაც ესე ზედაპირზე დევს და რა უნდა და რაღაცა სხვა ადამიანზე, რაღაცა საგანზე, რაღაც გარეგანზე, როდესაც საუბრობთ, ის არ არის საბოლოო პასუხი. არის შენში ყველა პასუხი, ყველაფერი შენს უნარებში, შენს თვისებებში, შენს იდენტობაში და შენს მეობაში არის ჩამალული ყველა პასუხი და ყველანაირი გამოსავალი. ამიტომ ჩაუღრმავდით და დასჭირდებით მხოლოდ ესეთ ზედაპირზე მდებარე უბრალო პასუხებს. კარგით? მაშ ასე დაასახელე ახლა ისევ ციფრი 1-დან 5-მდე, შეგიძლია იგივე გაიმეორო, რაც წინაზე თქვი, შეგიძლია სხვა ციფრი აირჩიო და მისი შესაბამისი ბარათი, როდესაც გაიხსნება, დააპაუზე და უპასუხე შემდეგ კითხვებს. ეს კითხვებიც ჩაიწერე. რა თვისება, უნარი, რესურსი ჭირდება მე, რომელიც უნდა მოვიპოვო, რომელიც უნდა განვივითარო, რომ აღარ ჩავვარდე ასეთ სიტუაციაში. ეს არის ძირითადი კითხვა. უყურეთ, ალგორითმი იგივენაირია, როდესაც გაიხსნება შენი ბარათი, რას ვხედავ, რას ნიშნავს ეს ჩემთვის და რომელ ჩემს რესურსზე მიმითითებს, რა უნდა განვავითარო ჩემში. ხო, აი ესეთი უფრო ჩაშლილად, რომ ვთქვათ, მეორე ნაწილის კითხვები ასეთნაირი იქნება. მზად ხართ? მაშ ასე თუ ერთიანი აირჩიე, ეს არის შენი ბარათი. დააპაუზე და უპასუხე ჩანიშნულ კითხვებს. ეს ორიანი თუ დაასახელე, მაშინ ესაა შენი ბარათი. 3 თუ იყო შენი ციფრი, ეს არის შენი ბარათი. დააპაუზე და უპასუხე ჩანიშნულ კითხვებს. ესეც 4 ნომერი, თუ კი 4-იანი დაასახელე, ესე კი ეს არის შენი ბარათი. და თუ კი 5 დაასახელე, მაშინ შენი ბარათი, აი ეს ბოლო ბარათია. აუცილებლად დაწერეთ პასუხები, რა პასუხები ამოგივიდათ, რა გააზრებები მოვიდა. და ახლა მომდევნო ნაბიჯს რას ვაკეთებთ? უნდა დაფიქრდეთ იმაზე, რომ სად მოიპოვოთ ეს რესურსი, როგორ განივითაროთ, რა დაგეხმარებათ, ვინ გასწავლით, როგორ აღმოაჩინოთ და განავითაროთ თქვენში ის რესურსი, რომელიც გაკლიათ. და მხოლოდ ამ შემთხვევაში გახდება შესაძლებელი, რომ მსგავს სიტუაციაში აღარ ჩავარდეთ, იცხოვროთ სხვა ალგორითმით და გაცილებით უფრო წარმატებულად გაუმკლავდეთ ცხოვრებას ზოგადად და უშუალოდ ფულთან დაკავშირებულ საკითხებს. სულ მალე იწყება პროგრამა მოიშორე ფინანსური ბლოკები. 3-თვიანი პროგრამა, რომლის განმავლობაშიც თქვენ მიიღებთ 30-ზე მეტ ვიდეოს და დაამუშავებთ თქვენს გაუცნობიერებელ ფინანსურ ბლოკებს. მოგწერეთ, მიიღეთ დეტალური ინფორმაცია და შემოგვიერთდით.